ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა და თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მასპინძლობთ ამ ასამბლეას. დღეს ქონდა ბიუროს ხდომა, იქნება კომიტეტის ხდომა, რომელსაც უძღვებით მივიღეთ საორგანიზაციო გადაწყვეტილებები ასამბლეასთან დაკავშირებით. ხვალ კი უკვე შედგება თავად ასამბლეა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, დელეგაციების ნაწილი უკვე ჩამოსული არის და დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, მისთვის რომ ხვალ უმასპინძლოთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა, მათ შორის მეც როგორც პრეზიდენტს ასამბლეისა მომიწია რამდენიმე ღონისძიებაში ასამბლეის სახელით მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ამით გარკვეულწილად გავააქტიურებთ, გავამდიდრებთ ასამბლეის მუშაობა. შემდეგ ეტაპზე უკვე საბერძნეთს გადავცემთ ასამბლეის თავმჯდომარეობას. ბატონ შალვა, მინდა გითხოთ ოპოზიციაში დაპირისპირებაზე, ვხედავთ დაპირისპირებას ერთის მხრივ ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ და მიხეილ სააკაშვილს უკვე ყავს თავისი რჩეული გადააყენა ძველი თავმჯდომარე დე ფაქტოდ და ამის პარალელურად ასე ვხედავთ დაპირისპირების კონტურებს ალიანსშიც. რას იძლევა ეს ყველაფერი და რას სურათს ხატავს საბოლოო ჯამში ოპოზიციურ სპექტრში? საერთო ჯამში დიდი მნიშვნელობა ამ გადაადგილებებს არ აქვს, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა რაც აქვს ამ ჯგუფებს არის აგენტურული ხასიათი, რაც ვლინდება იმაში, რომ მათი მთავარი ადრესატები, მათი ქმედების არიან ყოველთვის უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები. ისინი მთლიანად თავის დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, თუ რას დაავალებენ გარედან, როგორ მოაწონონ თავი გარეთ და საერთოდ არ ფიქრობენ ქართულ ხალხზე და როგორ მოაწონონ თავი უპირველეს ყოვლისა ქართულ ხალხს. ასე რომ აგენტურა არის, აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იქნება გადაადგილება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები კარგს ამ ქვეყანას ვერაფერს ვერ მოუტანს. უნდა გითხოთ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ცუდად გრძნობს და ასევე ამბობენ მისი თანამოაზრეები, რომ სათანადო მკურნალობას ვერ უწევენ და აქტიურობას აპირებენ მისი პარტიის წევრები გარკვეული მიმართულებით. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამ საკითხზე? მე მგონი მთლიან პროცესი ძალიან გამჭოლად მიდის, ამდენად შეიძლება იყოს, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხედავთ რომ პენდენციური სამსახური ჩართული არის, მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ბატონ ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება. როგორ რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზირება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია, ასე რომ თუ კი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, თავარი აქვს სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას. კი ბატონო, სამართლიანი არჩევნები განცხადებას აღწევს და საუბრობს, რომ ევროპულ სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. აი ზოგადად რას გვეტყვით სამართლიანი არჩევნებთან დაკავშირებით და ამ საჩვენზე? მათი უფლებაა მიმართულ სასამართლოს, იცით რომ რამდენიმე ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს, სტრასბურგსაც მიმართეს. პრობლემა იმაში არის, რომ შესაძაც სამართლები გზით მიდიხარ, უნდა დაემორჩილოს სასამართლოს პროცედურებს, რასაც არ აკეთებენ ეს ორგანიზაციები. კერძოდ მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, არც სტრასბურგის სასამართლოს არ შეუჩერებია კანონის მოქმედება. ამიტომ ისინი უნდა დაემორჩილონ, თუ კი მათ აქვს პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. არც სტრასბურგმა, არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერეს კანონის მოქმედება განხილვის პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაემორჩილონ, უნდა შეასრულონ კანონი. მაგრამ ხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მარცხწესრიგს, რაც იგულისხმება კანონის მორჩილებაში და კანონის აღსრულებაში. ამიტომ თავარი დასკვნა ეს უნდა გამოვიტანოთ, თუ საქმე გვაქვს კანონდამღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან წახალისებული ამ კანონდამღვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები
კანონის დარღვევასთან ერთად, იმით რომ არ რეგისტრირდებიან გამჭველობის რეესტრში, მათ ახალისებენ მათი დონორები, ფულს კი არ აჩერებენ ამის გამო, რომ კანონდამღვრები არიან, არამედ პირიქით ფულს უმატებენ კიდე იქით, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონის დარღვევას და ესეც რა თქმა უნდა ცალკე აღმაშფოთებელი ფაქტი არის დონორების მხრიდან. ირანის დელეგაცია იმყოფებოდა სომხეთში ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, სომხეთის ევროკავშირისგან ისწრაფის და აქვს ურთიერთობები ირანთან. როგორ შეაფასებთ ზოგადად ამ პოლიტიკას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ხელისუფლებას ირანთან გარკვეული კავშირების გამო გვაკრიტიკებდა? ხოლმე ეს აჩვენებს აბსურდულობას იმ განცხადებებისა, რომელზეც ახლა შიდა რადიკალები აყოლილი არიან, მაგრამ რომელიც მოდის ჯო ვილსონის მსგავსი ადამიანებისგან, ხან პროინორნულს და ხან პროჩინულს და ხან რა ტერმინს რომ გამოიყენებენ ხოლმე. ხედავთ რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, რომელიც იგივე რეგიონში არიან, იგივე ზომის, იგივე გეგმების თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყნები არიან, ამ შემთხვევაში რაიმე პრეტენზია არ გვესმის და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის სული ფარსი, რაც გვესმის ხოლმე ჯო ვილსონის მსგავსი პოლიტიკოსებისგან, რაღაც პროირანულობის და ასე შემდეგ დაბრალების მხრივ. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებს სომხეთი, ამას აკეთებს აზერბაიჯანი, ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო. საქართველო ნამდვილად არ შეეკითხება საკუთარი საგარეო ურთიერთობებში ეროვნული ინტერესები როგორ უნდა წამოწიოს. ასე რომ რა თქმა უნდა არ იკითხება ეს არ ჯო ვილსონს და უცხოელს საგარეო ურთიერთობაში საქართველოს თავის რეგიონის ქვეყნებთან როგორი ურთიერთობები ექნება. ვინაიდან ნახეთ ჩვენ რომ მათ ვინც ამ მხრივ ასე ვთქვათ წინ დაუხედავად იქცევიან, სადამდე მიყავთ ხოლმე სხვადასხვა რეგიონები და მათ შორის ჩვენი რეგიონი. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ რომ ჩვენ რეგიონში როგორც შვიდობის ერთ-ერთმა მთავარმა კერამ და გამორჩეულმა ქვეყანამ სტაბილურობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენს მეზობელთან გქონდეს შესაბამისი ურთიერთობები ჩვენი პოზიციების გასამყარებლად. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე მინდა გკითხოთ, უკვე 130-ზე მეტი საქმეა წარდგენილი სასამართლოში, საქმეები ეხება როგორც სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხყოფას, ასევე ოპოზიციის და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, უკვე არის 3 კვირის თავზე ხელშესახების შედეგი. რა არის ის, რასაც საბოლოოდ მოიტანს ეს სამმართველო? ბევრი რამეს უპირველეს ყოვლისა მოიტანს იმას და გვაჩვენებს ჩვენ შედეგებიც, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის, როდესაც ლანძღვაგინებაზე არის გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ იძრულნება ყოველგვარი ღია დისკუსია. ამიტომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ იყოს წაქეზება ესკალაციის, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციისა. მეორე, რასაც ეს მოიტანს იმას, რომ დაზიანებული რეპუტაცია ევროკავშირისა შეიძლება ამითი ცოტათი გამოსწორდეს, იმიტომ დღეს სიძულვილი ასოცირებულია ქართველების თვალში პროევროპულობასთან და ხედავთ ჩვენ, რომ ისინი ვინც იბრალებენ პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოციმედიაში და არა მხოლოდ. ამიტომ რაც ზიანდება ამით არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ასე რომ თუ კი ევროკავშირს არ უნდა რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვაგინებასთან და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ რომ ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყებისა, რაც საბოლოო ჯამში აიძულებს ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ძალებს რომ დაუბრუნდნენ ვსდილობიან უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამითი გაგვაგებინონ რასულით. გავიგეთ რომ ლანძღვაგინება კარგად ვცოდნიათ, მაგრამ აბა ლანძღვაგინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახოთ. მადლობა. ოპოზიცია ელენა ქოშტარია სამართლიანი არჩევნების არჩევანი ირანის სამხრეთის შეხვედრა ყოველ შემთხვევაში და სიძულვილეს